ძალიან კარგად იცის და ალბათ ბევრი საუბარი ჩემი მხრიდან საჭირო არ არის, მაგრამ მე გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ჩემი ბიოგრაფიიდან. მაშინ როცა ბევრ უცხოელს თბილისში ვერ ხედავდით, როცა საზღვრები დაკეტილი იყო, ჩვენ ნახევრად ლეგალურად კინოსახლში ქონდა საშუალება შევსულიყავით და გვენახა ტონინო გუერას სცენარით გადაღებული ფილმები, ეს იქნებოდა ანტონიო ფელინი თუ სხვა მისი სცენარით შექმნილი ფილმები და ასევე გაგვიგონა მისი ხმა, უცხოელი ხმა არის მოდა, ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან ქართველები უძველესი დროიდან დღემდე მეგობრებს ეძებენ, ამბობენ რომ ქართველები ობოლიერია, მაგრამ როცა მეგობრობა არის, მაშინ არ არის ობლობა და ტონინო გუერა იყო ჩვენი გამამხნევებელი, ერთ-ერთი გამამხნევებელი თავისი სიყვარულით და სიტყვით. ტონინო გუერას ფონდი ფუნქციონირებს უკვე საქართველოში და ამ ფონდის გამოცემული პირველი წიგნიც გვაქვს. ეს არის ტონინო გუერას თბილი წვიმა, ალბათ მთარგმნელები და საზოგადოების წევრები უფრო ფართოდ ილაპარაკებენ, მე წიგნი ნამდვილად წავიკითხე, ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს თბილი წვიმა მანდელშტამის მოგონებებიდან არის აღებული, რომელიც მან ჯერ ბათუმში დაიწყო, მერე მან საქართველოზე დაწერა არაჩვეულებრივი წერილი და ჩვენი კულტურის ხასიათზე ისაუბრა. ქართული ტალღურ ურთიერთობებს კიდევ ერთი კარგი ორგანიზაცია გამოუჩნდა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ გაღრმავდეს და ვიხილოთ კიდევ სხვა მრავალი ახალი თარგმანი და მრავალი სხვა კულტურული ინიციატივა და გილოცავთ ამ ფონდის დაარსებას. ქალბატონ ქეთევანს ვიცნობ როგორც აღმოსავლეთიდან თარგმნელს და დღეს რო შეხვდა უთხარი რომ იტალიურიდანაც მეთქი, იტალიურიდანაც ვითხრა მან დამიდასტურა, შემიძლია გითხრათ მეგრელი კი ვარ, მაგრამ ქართული კარგად ვიცი. ამიტომ წავიკითხე, უნდა გითხრათ, რომ კარგად იკითხება, კარგი გამართული ქართულია, კორექტურა არ არის წიგნში, რაც სამწუხაროდ ბევრია თანამედროვე ქართულ წიგნში, გილოცავთ ყველას ამას. გისურვებთ წარმატებას და მინდა გითხრათ, რომ აი ეს ლამაზი დარბაზი, ამის მსგავსი ძალიან ცოტა გვაქვს ქვეყანაში, მუდამ ღია არის თქვენი ფონდისთვის, თარგმნელებისთვის, ავტორებისთვის, ხელოვანი ხალხისთვის, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება ამ სფეროში არ არიან, მაგრამ სურვილი აქვთ შემოვიდნენ აქ და თავიანთი თავი გაგვაცნონ. გისურვებთ წარმატებას კიდევ ერთხელ და კარგ, თბილ, ისეთ საღამოს, როგორიცაა ამ ძილ სათავრად. დიდი მადლობა. ახლა მე გადავწევ სიტყვას ქალბატონ ნინო ჭუმბურიძეს, რომელიც გამოძღვება უკვე ამ საღამოს და გეხიბათ შესაძლებლობა გაიხსენოთ ძველი ახალი დრო. ხოთ. ორმესი მადლობა. დაბრძანდით ქეთევან, მიშა დაბრძანდით და ზადაგზა გამოგიხდით, ხო? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დროის გამონახვისთვის. ბევრი თქვენთაგანი მიცნობს და შეიძლება მათთვის გამომეორდებისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ხედავთ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ უცნობ სახეებსაც, რომლისთვისაც პატარა თქვენის ნებართვით შესავალს გავაკეთებ. ტონინო გუერას, რა თქმა უნდა, ჩემი თაობა და მეც მათ შორის ძალიან კარგად ვიცნობდით, როგორც კლასიკად ქცეული ჰიტის ამარკოვდის ავტორს. და გარდა ამისა, იმ პერიოდში მე ვნახე კადრი, რომელიც ღრმა ახალგაზრდობაში ძალიან შთამბეჭდავად ჩამორჩა მეხსიერებაში. ეს კადრი, ვისაც არ გინახავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობას მიმართა, დღეს შესაძლებლობა აცხადია სოციალური ქსელით, რომ თქვენ ეს კადრი ნახოთ. როდესაც მას ოსკარის ჯილდოზე გამოიხმობენ, ის მიდის სავსე დარბაზის რიგებს შორის ფეხზე მდგომ აპლოდისმენტები, უხარე აპლოდისმენტების ქვეშ და მისი რეაქცია, მეგობრებო, იყო იმდენად უცნაური და უჩვეულო იმ პერიოდისთვის და
დღესაც ჩემთვის. კერძოდ, მისი ერთი ხელის ჟესტი, როდესაც ის ასე აიქნებს და გამომეტყველება სახის, რომ ეს არარაობა, ეს არაფერი არ არის. ეს ჩვენს მიერ გაწესებული ჯილდოები სრულად არაფერი არ არის სამყაროსთვის. აი ასეთი ემოციით ადის ის სცენაზე და გვანიშნებს, მე როგორც გავანალიზე, გვანიშნებს არაფერი არ არის იმ ღირებულებებთან შედარებით, რაზეც სამყარო დგას. აი ეს ჩამრჩა, როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდობიდან და გადის რამდენიმე ათეული წელი და როდესაც ბატონი მიხეილ გავიცანი საუბრისას მან ახსენა ტონინო გუერაუცებ მე გამახსენდა ეს ახალგაზრდობის ჩემი ემოციები მასთან დაკავშირებით თავისთავად ამარკორდით და შევყავით საუბარს და მაშინ შევიტყვე რომ ბატონი გუერას გაცილებით უფრო აი სიღრმისეული აზროვნება ჰქონდა ვიდრე ერთი შეხედვით თუნდაც ამ დაუვიწყარი ფილმიდან ჩანდა. კერძოდ ის შევიტყვე რომ როგორც ის ბიძანებდა შენი სახლი არ არის მარტო ეს ბინა სადაც ცხოვრობ ან ის ქუჩა სადაც გამოდიხარ ან ქალაქი ან დაბა ან სოფელი ან სახელმწიფო არამედ შენი სამშობლო არის ის უმცირესი ნაწილაკი სამყაროსი რომელსაც მარგალიტს ადარებენ რატომ იცით ნურავი მომიწყეს მაგრამ თუნდაც ამ 5 წლის განმავლობაში დავწმობდი კიდევ ერთხელ რომ გენიოსების გარკვეული თაობა მეორე მესამე შევა მეათეც ან სამწუხაროდ გენიისვენებს შევხვდით რაღაც გარკვეულ მომადურობას შევხვდით რაღაც უყურადღებობებს და ეს მე ვიცოდი რაღაცნაირად ვიცოდი მოკლედ და ჩემი ეს მიზანი იყო სწორედ ის რომ სახელმწიფოს ქოლგისპოშ ყოფილიყო ეს ბაღი რომ საუკუნეები გავა თბილისი იქნება და აუცილებლად იქნება ჩვენი უშვენიერესი ორსაუკუნოვანი ბაღიც და აუცილებლად იქნება იმ ბაღის ქვეშ სახელმწიფოს მიერ მოვლილი და დამშვენებული და დაწყებული ხილის ბაღი. ეს ბაღი ერთგვარად ქართველ-იტალიელ ურთიერთობათა კიდევ ერთ მეგობრულ ადგილადაც იქცა, მარტო ადგილად არა, ასე ვთქვათ, გარკვეულ საკითხადაც, რომ ასე რომ ვთქვათ, ჩვენ მეხუთე წელია, ხვალ გვექნება უკვე კიდევ 11 დამატებითი ხენარგავის დარბა, სახელობითი ხეები ირღვევა. ყველა იმ შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების სახელზე, ვინც დედამიწის, ტერა მადრეს წინაშე, თანისი პროფესიის მიმართულებით გარკვეული ღირსეული სიტყვა თქვა. თქვენი ნახავთ კოლხიმედიას სახელობის დღეს, შოთა რუსთაველის, ნახავთ ნამდვილად დიდი ადამიანის ღირსეული სახე. მადლობთ ყურადღებისთვის. აი სულ ასეთ კამათობ ხომ ჩვენ არაშენ ქალბატონი კეთილანტო კიდევ კარგი ნეოლიბერალიზმმა უკან დაიხია თორემ ამ სიტყვებისთვის მისას მაგრად მოხდებოდა რომ ქალბატონებს უთმობთ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო დიდი მადლობა მოგზაურობისთვის უპირველეს ყოვლისა მინდა ჩვენ იტალიელ მეგობრებს მივულოცო იტალიის დამოუკიდებლობის დღე რომელიც გუშინაა გასული საუკუნის ეს რაღაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტონინო გუერა მეუღლესთან ლორა გუერასთან ერთად ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. საბედნიეროდ მე ამ შესანიშნავ წყვილს ხშირად ხვდებოდი. პირადად ვიცნობდი ტონინოს, ვიცოდი მისი აზროვნების სტილი, აზროვნების მოდელი და იმის გამო რომ ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო საუბარი.
ტონინო გუერა აღმოჩნდა უაღრესად გულთბილი, უაღრესად გულწრფელი და საინტერესო ადამიანი. მასთან შეხვედრებმა დამარცხულა, რომ ის არის დიდი მოაზროვნე. ერთხელ მკითხა, ფეთინო, შენ ხარ აღმოსავლეთ მცოდნე. აბა მითხარი, რომ მე აღმოსავლური ხელნაწერი თუ აღმოგიჩენია. ამაზე მე ვუპასუხე, რომ არა, არავითარი მანუსკრიპტი არ აღმომიჩენია, მაგრამ აი ხელნაწერებს, ოსმალურ ხელნაწერებს კი ვკითხულობ მეთქი. რატომ მკითხა ახლა მან? რამდენიმე წელი იყო გასული, რომ წავიკითხე ამ ამბის შემდეგ, წავიკითხე მისი ერთი ნოველა, რომელიც აღწერილია პროფესორი აღმოსავლეთ მცოდნე როგორ იპოვის ხელნაწერს, უკვე გაქვავებულ ხელნაწერს და შეძლებს მხოლოდ ერთი ფრაზის ამოკითხვას და ეს ფრაზა არავინ არის ისე მარტო როგორც ღმერთი. აი მაშინ დავიაზრე, რომ ტონინოს ეს ნათქვამი, ეს სურვილი, რომ მე რაღაცა მანუსკრიპტი აღმომეჩინა და წავიკითხა, უფრო რაღაცა დიდს მიანიშნებდა. ტონინო ფიქრობდა ღმერთზე, ღმერთის არსებობაზე. ერთ პოემაში, რომლის სათაურია ელისეს პარადიზი, ანუ ელისეს სამოთხე, იგი ეკითხება ელისე არსებობს ღმერთი და ის პასუხობს, რომ გითხრა ღმერთი არსებობს მეთქი, შევწდები, მაგრამ რომ გითხრა რომ ღმერთი არ არსებობს, კიდევ უფრო შევწდები, კიდევ უფრო ტყუანი გამოვა. აი ასეთ ფიქრებში, ასეთ აზრებში, ასეთ იდეებში იყო ტონინო გუერა აი იმ პერიოდში. ის აპირებდა რომიდან მთლიანად გადასახლებას თავის მშობლიურ პენებელეში და აი ამ პერიოდში მისი პოსტმოდერნისტული შეხედულებების სამყაროზე და პოსტმოდერნისტული წერის მეთოდი თანდათან იცვლება და უახლოვდება იმ დროს იტალიაში უკვე დამკვიდრებული ნეომოდერნისტული ან სხვანაირად კიდევ მას ეძახიან ჰიპერმოდერნისტული სტილი. ახლა ჩვენ წინაშე წიგნი თბილი წვიმა, რომელსაც ტონინომ თავად უწოდა რომანის ზღაპარი. აი ასეთი თხელი წიგნი მისთვის არის რომანი. ეს ნეომოდერნისტების დამახასიათებელი მიდგომაა. ისინი რომანის საზღვრებს არღვევენ და თავიანთ იდეებს, თავიანთ შეხედულებებს, თავიანთ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ადამიანის პერსონაჟებს, რომლებსაც ძალიან საინტერესოდ აღწერენ, ძალიან მცირე ფორმატში აღწერენ, აკუმულირებას ახდენენ თავიანთი იდეებისა. არ გაგიკვირდეთ, ეს არის იტალიურ ლიტერატურაში მთელი მიმდინარეობა, მთელი მიმართულება და ტონინო გუერა ხარს უჭერს და იზიარებს ამ მიმართულებას, რაც ამ წიგნიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომელიც არის ორგანზომილებიანი ტექსტი. ახლა რაზეა ეს წიგნი? ეს იგი გახლავთ მოგზაურობაზე საქართველოში, შეიძლება ითქვას კავკასიაში, რუსეთში, უკრაინაში, სურენ აღაჯანიანთან ერთად. ვინ არის სურენ აღაჯანიანი? წიგნიდან აშკარაა, რომ ეს არის ქართველი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომლის მიმართ ტონინო გუერას აქვს უდიდესი დამსახურება, რადგან მოგეხსენებათ მოუსვენარი სერგო ფარაჯანოვი ციხეში უფრო ხშირად იყო ვიდრე საქართველოში, ვიდრე თავის საყარელ თბილისში და ტონინო გუერა თავის მეგობრებთან ერთად, იტალიელ და ფრანგ კინემატოგრაფისტებთან ერთად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის,
რომ დაეხსნათ ლაგერიდან სერგო ფარაჯანოვი აიხსნეს კიდეც, მაგრამ ამას დაჭირდა გარკვეული დრო. ახლა სერგო ფარაჯანოვის ესთეტიკა შეიძლება არ მოგწონდეს და არ იყოს თქვენთვის მისამართი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის არის უზარმაზარი ფანტაზიის პატრონი, რომას წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს, ამაში აუცილებლად დამეჯახებით. თუ კი იცნობთ მის შემოქმედებას, თუ კი იცნობთ მის ნაწილებს და აი სერგო ფარაჯანოვთან ერთად, სურენ აღაჯანიანთან ერთად შემოივლის დომინო გუერა საქართველოს და სომხეთის რაღაც გარკვეულ ნაწილს. ეს ასახულია წიგნში. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ამბავი ჩემთვის ახლობელი და ნაცნობია, იმიტომ რომ ამის შესახებ ჩვენ ერთად სერგო, ტონინო, მე და ჩვენი მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით და ძალიან ნაცნობია სანოინის ეპიზოდი, როდესაც აი ეს ტონინო და სერგო ჩვენ მეგობრებთან ერთად ვიყავით სანოინში და აქ ამბობს ტონინო აღწერს როგორ გალობს ფარაჯანოვი სანოინში. უნდა გითხრათ, რომ სანოინში რომ შევედი, მეც მოვიდა გალობა და აი ესეთ არასოდეს არ გამიკეთებია და არ მომსვლია ასეთი რაღაცა. იმ გარემო ისე იმოქმედა ჩემზე, რომ დავიწყე სიმღერა. გაჩვენა სულ და მისმენს სტიოში შევა ავალდებს სანთას და ასე შემდეგ. და ვიფიქრე, რომ აი ჩემი ფესვები ახმაურდა. სანოინი მოგეხსენება ქართული ტაძარი მერეიცას. და ეთქობა აი ამ ემოცია, აი ამ რაღაცა ველმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ დავიწყე სიმღერა. უნდა გითხრათ, რომ გაიანებს ჩვენთან ერთად იყო გაიანი ხაჭაპურიანი და მანაც გალობა. ხოლო დიახ, აი ასეთი ამბებია ამ წიგნში გამოცემული. ამ წიგნით ტონინო არის დიდი მოაზრო, დიდი ესთეტი, საოცარი მწერალი. ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო ღრმად უნდა გაიცნოს ქართველმა მკითხველმა, იმიტომ რომ უდიდეს სიამოვნებას მიიღებს მისი ნაწერებიდან. ახლა ვილაპარაკოთ თარგმანზე. ძალიან რთული იყო ტონინოს თარგმნა, იმიტომ რომ ერთ პატარა ფრაზაში ის წევს ძალიან დიდ აზრს და ამას ახერხებს ძალიან ოსტატურად იტალიურ ენაზე. და მე ვიცით რა ცოტა შემაგდო ამ ამბავმა. თავდაპირველად სკეპტიკურად გამეწყე, შეძლებ ამის თარგმანს და ავიღე რუსულად თარგმნილი. არ ვიცი, რომელ ორას თარგმნილია ეს რუსული ტექსტი. ავიღე და წავიკითხე და ძალიან შემწუხდი. შევადარე მე იტალიურ ტექსტს და აღმოჩნდა, რომ იტალიურში, რუსულში კუპირებით არის თარგმნილი და ესეთი მშვენიერი ადგილებია ამოღებული რუსული თარგმანში, რომ არ შეიძლებოდა იმის დატოვება. იცით, ადგილებია ამოღებული, რომელიც ლაპარაკობს ტონინოზე როგორც მწერალზე, მის მწერლურ ოსტატობაზე. როგორ შემეწულა რა ხმეტინა ეს ყველაფერი და არ გამეკეთებინა ტექსტი ისე როგორც მოუხდებოდა ტონინოს. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მე ბევრი ვიწვალე, იმიტომ რომ მე იტალიური სპეციალისტი არ გახლავარ. აი ჩემი მეგობარი ქეთევა გაგოშიძე შიკა და შიკ ლაითად მეხმარებოდა და ძირითადი ტვირთი მაინც ავიღე ჩემ თავზე. რამდენიმე სიტყვას ავიღე ეს ტვირთი ჩემ თავზე და ხშირად მქონდა ისეთი მომენტები, რომ ამას თავი უნდა გავაკეთო, არ შემიძლია. მაგრამ მე აი რაღაც ის მელოდიკა, ის ტონალობა იყო, იცით, მივაგენი მაინც. აი ეს ჩემი გამოცდილება თურქულიდან თარგმნის, ინგლისურიდან თარგმნის ძალიან დამეხმარა, იცით, და ვიფიქრე, რომ აი მოდი რა, ბოლოს და ბოლოს. ნუ ვერ უნდა გავარკვიო ეს რაღაცა ძიმე ტვირთი, როგორ ვერ უნდა ავწიო.
ეს იქნება ჩემი სისუსტე. თუ ეხლა მე ამაზე უარს ვიტყვი და გავედი ბოლოში. რა გამომივიდა? ეს ყველთვის მომინდია ამაზე ამის განშა და ძალიან კარგი იტალიური წიგნი იტალიურად თბილი წვიმა მომაწოდა მიშა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის რომ ამ თბილ იტალიურ ვერსიას თბილი წვიმის იტალიურ ვერსიას დართულია ძალიან საინტერესო წერილები იტალიელი ლიტერატურის კრიტიკოსებისა არ შეიძლებოდა რომ ესეც აღმოჩნდა იცით იმიტომ რომ აი ეს წერილები წარმოდგენას გვაძლევს იტალიაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესზე და იმაზე თუ რას ფიქრობდა და როგორ ფიქრობდა ტონინო გუერა. ამ წიგნს არ შემეძლო ამ წიგნისთვის არ დამერთო. პირველი და ერთადერთი ინტერვიუ საქართველოში ტონინო გუერასთან თამაზ ნატროშვილისა. შესანიშნავი ინტერვიუ და თამაზ ნატროშვილის წერილი, რომლითაც თავდება წიგნი. მე გვარ ჩამოვა ჩემ საქართველოში და აი ტონინო გუერა დაბრუნდა საქართველოში დაბრუნდა აი ამ ტონინო გუერა ლაპარაკობს იმაზე რომ ყოველ დღეს მოაქვს სურპრიზი და ეს სურპრიზი სხვა არაფერია თუ არა ცხოვრება მოდით გავეცდეთ რა სურპრიზ გვიზადებს ტონინო გუერა ამ წიგნით ბადლობთ იმასობრივად მისიმატო კეთება ერთი ბედნიერება იცნობდეთ ამ ქალბატონს და ქართული საზოგადოება ვინც არ იცნობს უნდა იცნობდეთ აუცილებლად ქალბატონ გედევან ტომარაძეს პატარა შტრიხები პორტრეტისთვის უცებ ქალბატონ გედევანის საუბრიდან სულკა თქვენთვის გადმომეცა ქალბატონმა ლორამ ჩვენთან საუბრისას ბრძანა რომ აი როდესაც ოსკარი ავიღეთ ჯილდოს მოყვება გარკვეული ძალიან სოლიდური თანხა ხომ და გამსვავდა მითხრაო რომ აი ამ თანხით ჩვენ შეგვიძლია პარიზის ცენტრში ვიყიდოთ გარკვეული და ასევე მაგრამ მეორე კიდევ ჩვენ შეგვიძლია პენაბილეში ტელძის სახლი და მე მივხვდიო რომ მას რა არჩევანს თავაზობდა და სირცხვილი იყო რომ მე პარიზი და შუაგული პარიზის ამერჩიავ და მოკლედ საბოლოო სავანე სწორედ უკიდურეს აი სამხრეთ იტალიის როგორც ჩვენი სვანეთი ასეთი ყველაზე მაღალ წერტილზეა განთავსებული მისი საცხოვრისი და იქ გადარხედავთ რუბიკონსაც შეხვდებათ ყოველფერის ნაბიჯი თქვენ შეხვდებათ მინიშნება იმისა რომ ლეონარდო და ვინჩი გახატა მონა ლიზა და ვინჩი თუ და ვინჩმა ფილოლოგები არ და ვინჩი ხო არ ვაპატიებენ ფილოლოგები და ამიტომ სწორედ აქ დახატა მონა ლიზა და ზუსტად ის იმ ადგილებშია ეს მინიშნებები ფოტოვერსიით ჯოკონდასი სადაც უკანა ხედი სწორედ ერთ-ერთში იმეორებს აი პენაბილის იმ ხელს და როდესაც ჩვენ იქ ვესტუმრეთ მის დედან ბაღს ასე ვთქვათ ხო ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის აი ეს ინფორმაციაც იქ მას თავისი მეგობრების საპატივსაცემად აქვს სკულპტურები შექმნილი და ერთი არის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჯულიეტა მაზინა და ფელინის თქვენ მოგეხსენებათ მათი სიყვარულის ისტორია და ისინი პროფილში უყურებენ ერთმანეთს და ყოველი დღის 4 საათზე ჩრდილის ეცემა მათ თუ ისინი ერთმანეთს იამბორებიან ну ეს ისეთი გათვლა აქვს მისი თხოვნით და ესე იგი იაპონელ ინჟინერს აი ესეთი გათვლა ეს არის ულამაზესი სანახავი ეს მინდოდა ერთი მითი რომ თქვენთვის გამომეთქვა და კიდევ ერთი ფელინი ვახსენეთ და მის სახელმწიფოში პენაბილეში თქვენ ნახავთ ფოტოს სადაც 8-9 წლის ბიჭები ფეხბურთის გუნდი ორი მოწინააღმდეგე გუნდი ბავშვები ესეთი გასრულები ასე მაგრამ ორივე გუნდი იყო ერთად გადაღებული
რიმინიდან გახდათ მოგეხსენებათ ფელინი, სანტა-ანჯელოდან გახდათ გურამ დოჩანაშვილს აქვს გენიალური მოთხრობა, კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა. როგორც ცნობ, კარგ და ცუდ ნაწარმოებს. ამისთვის არსებობს საუკეთესო ხერხი. ბუნგლებს რო დაგაყრის მაჯაზე, ეს უკვე მიმანიშნებელია იმისა, რომ ნაწარმოებმა თავის როლი შეასრულა. შემოვედი დარბაზში, პირველი შეხვედრა იყო ჩემი წიგნთან, დავიწყე კითხვა და ვეღარ ვშორდები. ვერ ვწყვეტ. მე ვფიქრობ, რომ ავტორთან ერთად პირველ რიგში ეს არის თარგმნელის დამსახურება. არაჩვეულებრივი სადა ქართულით. პირდაპირ გულის კოლზე რომ გიბათქუნებს ყოველი სიტყვა. აი ესეთი ქართულით არის თარგმნილი. ქალბატონი ქეთევანის აი ამნაირი მიღწევა ნამდვილად არ არის გასაკვირი. იმიტომ რომ გვანებიურებს ჩვენ აბარჩეულებრივი თარგმანებით და ქალბატონ ქეთევანის სოფხედველობა იჭედებოდა იმ გარემოში, სადაც შეიქმნა ხელი-ხელ საგოგმანები წიგნი მაშრიყიდან მაღრიბამდე. სასწაული წიგნი. ახლა ჩემი შეხედულება მინდა თვითონ ავტორზე, ბატონ ტონინიო გუერაზე. ტიბეტში არის შაოლინის მონასტერი და თქმულა, რომ აი ეს ბერები, რომლებიც იქ მოღვაწეობენ, თავის გარსში იმალებიან და გამომაშკარავებელ ელემენტებს ამცირებენო. აი ესეთი შთაბეჭდილება მექნება მე ბატონ ტონინიო გუერას. არა ფაქტი, არამედ ის, რაც არის ფაქტს მიღმა. არა მიზეზი, არამედ ის, რაც არის მიზეზის გამოწვევი მიზეზი. ეძებს კაცი შორს იმავალ კავშირებს. ეძებს კაცი ისეთ ფასეულობებს, რომელსაც თანდათანობით გადავეჭვიეთ. აი ამადაც არის, რომ ასეთ ზემოქმედებას ახდენს მისი შემოქმედება. არ არის შემთხვევითი რამოდენიმე დიდებული ფილმი, რომელთა შორის სამი მინდა გამოვყომე, ქორწინება იტალიურად გახდა ნახი ყველას. რა საოცარი ფილმია. ამარკორდი ფელინის და რა თქმა უნდა ტარკოვსკის ნოსტალგია. სამივე სცენარის ავტორი გახლავთ ბატონი ტონინიო. მე თქვენთან ერთად ვსვამ კითხვას. განა მივა კაცობრიობა ბოლოს და ბოლოს იმ დონემდე, იმ სიმაღლემდე, რომ შეიცნოს დიდი ვაჟას სიტყვები, რამ შემქმნა ადამიანად, რატო არ მოվել წვიმადა. ან ნიკოლოზ ბარათაშვილის შეჯიშრო წრემსა ჭირთმანელებელს. ქალბატონო ქეთევანი, აი ეს ჭირთმანელებელი წრემლი ვიგრძელი თქვენ თარგმანში დღეს მე და დიდი მადლობა ამისთვის.
და ბოლოს საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრობდეს კაცი. არა მარტო რომელიმე ქვეყნის ბედზე, არამედ თლიანად, რასაც დედამიწა და რასაც სამყარო ქვია. იცოდა, რომ ერთგან მომხდარი მოვლენა ჭისიერად თავს იჩენდა შემდგომ მეორე ადგილას. და მე ესეც არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად მაინც ამ დღევანდელ საღამოს მიესადაგება ლექსი, რომელსაც გაახლებ. ეს ჩემი ლექსი არ არის. ეს დაწერა 17 წლის ბიჭმა, რომელიც 18 წლის ასაკში აღესრულა და მზის სინათლეს საერთოდ ვერ ხედავდა. შექმნა შედევრი. მესვრის ყდიადის გაბმული ზუნი, დაბაგები სიბნელეს სვამენ, ასდის გახსნილი სხეულის სუნი, ორსულ ქალივით ტანძიმე ხამენ. უცხოელადაც ჩარობს საფრთხის კიდეც მიშას ეს თურიაკი თემას მემას გადაეცემ ახალ სიტყვას უბრალოდ მიშა არ ვეპატიება თუ მათ სამადლობას არ ვეთქვით კულტურის სამინისტროს რომელიც დავიდგა ხარში 4 დღე მიმდინარეობს ჩვენი ფესტივალი დღეს პირველი დღე გახლა მოგეხსენებათ კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და პირველი წელია რომ ის ჩაერთო ამ პროგრამაში ჩვენი ფესტივალის სახით მერის წარმომადგენლები არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვესწრებიან აქ დიდი მადლობა მათ მერია თავიდანვე 25 წელი აქტიურადაა ჩვენს გვერდით იმედისა და პულსის მე გავაგზავნე და ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა იტალიის საელჩოს თქვით იტალიის საელჩო რომელიც პირველივე დღიდან ამ იდეის გაჩენისა გვერდში უდგას ხეივანს ერთი ასე ვთქვათ წინა ელჩის დარგული ხეობა გვაქვს ბაღში მან ფედერიკო ფერინის დარგვა თქვენ სწორედ ახსენეთ ეხლა უკვე ახალი ელჩი დარგავს მერქს ხვალ და ასე ვთქვათ მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს ამ იდეას და ეს ჩვენთვის გასაგებიც არის იმიტომ რომ ჩვენ გზას ვინათებს ტონიო გვერას სახელი ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ქართულ მხარეს ჩვენს თბილისის მუნიციპალიტეტს და აი ძალიან მიხარია ბატონი ირაკლი ბილავა აქდა რომ ეს წიგნი თქვენ ხელში გიჭირავთ იმიტომ რომ ეს თქვენთვის არის ახალგაზრდებისთვის არის ყოველთვის გვერდში დგომა გვაქვს თქვენგან და დიდი მადლობა ამისთვის კულტურის სამინისტრო წელს შემოგვეხიდა და ძალიან კარგად გავდამაკა თქვენ ზადექით ახალგაზრდებო გამოჩნდით კალდონი ირინა არის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი რომელსაც მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოჩინა პროექტის მომზადების დროს და უმეტესი მადლობა კულტურის მინისტრს უმეტესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ხარს უჭერს ამ იდეას და რა თქმა უნდა ჩვენ ქართველებს ტონიო გვერას ასე ვთქვათ მისი ვაწყის საქართველოს სასიკეთოდ მომართვა ყოველთვის მართებს და ამასთანავე ეს განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ რომ მას უამრავი ქართველი მეგობარი ყავდა საქართველოში და როგორც ქართველები ისევე ტოინოს ძალიან ხარში ედგნენ ერთმანეთს თუნდაც რეზო თაბუკაშვილის და ტოინოს ამბავი მეგობრობის ამბავი ლეგენდარული ყველა ვიცით სოფიკო ჭიაურელი და ტოინო გუერა ასე ვთქვათ აი სოფიკო რუსულად იყო ხოლმე ისე ცეკვავს რომ იმიტომ რომ ძალიან დამტვრეული რუსული შეეძლო 2-3 სიტყვის თქვა ხოლმე და რაღაც მხატვრულად გამოხატავდა ამას აი ესე ჩვენი ბაღი თავის დროზე როდესაც ეს გადავწყვიტეთ ვეთქვი რომ ერთი ხე დავდგას და შემდეგ ეს ხეივანი თვითონ მოურის თავის თავს ჩვენ დავდგეთ 16 და ხეივანი მისდება იქ უკვე 50 დარგავზე მეტია და შემდეგ იქვე ამ წიაღში გაჩნდა ხელოვნების და ბუნების ფესტივალი. იმიტომ რომ თავისთავად ეს ბაღი წარმოადგენს ერთობას ადამიანური აზრის
ადამიანის საქციელისა და ბუნების ერთობას, იმიტომ რომ იქ თითოეულ ნარგავს აქვს ადამიანის სახელი, ასე ვთქვათ. დღეს უკვე მეოთხე ფესტივალი გაიხსნა, ფესტივალის პროგრამა შეიძლება არის 4 დღიანი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენთვის ეს საამაყოა, ძალიან და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე შემოემატა ჩვენი მხარდამჭერების რიგებს და აი უსაზღოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩვენ ზუგს უკან ილია ჭავჭავაძის პორტრეტია, ხო? და აი სადღაც ზიან ახალგაზრდები იტალიელების ხედან, რომლებიც ჩამოვიდნენ ამ ფესტივალზე, ეს არის იტალიური ფოლკლორული ჯგუფი კონსუელა ალფიორის ბენდი. კონსუელა, please stand up. ნაზი შენიერი და 6 ისინი ფანტასტიკური ფოლკლორული კონცერტი შეასრულებენ. ასევე უკვე ჩვენი ფესტივალის მეგობარი სიმონე ძანკინი, რომელიც ტრადიციულად ქართულ მუსიკოსებთან ერთად აკეთებს ხოლმე კონცერტს, შარშანიკო იტალიური ქართული ასე ვთქვათ კომპოზიციები წელს იქნება უკვე იტალიური, ქართული და ევროპული ქვეყნების ფოლკლორული კომპოზიციები წამოწეული. იმიტომ რომ სწორედ ევროპული ოჯახი თუ კი ასეთი არსებობს, ის შედგება ინდივიდუალურად ქვეყნების უნიკალურობისგან და ეს ჩვენ ასე ვთქვათ აუცილებლად უნდა დავიცავთ და მას აუცილებლად უნდა განავითაროთ. და ჩვენთვის ქართველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უნიკალური ტრადიცია და უნიკალური ფოლკლორული შედევრები გაგვაჩნია. ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი შესაძლოა პირველი არა, მაგრამ მესამე, მეოთხე მაინც არის და აგერ ასე ვთქვათ იტალიელები ალყოლიეთ უკვე. შემდეგ ალბათ ფრანგები, გერმანელები შემოგვერთებიან და იმედი მაქვს, რომ ზოგადად ეს ტენდენცია ერების უნიკალურობის, მათი კულტურული მონაგარის დაცვის კიდევ უფრო წინ წაიწევს. აი სწორედ ეს ორი კომპონენტი არის მთავარი ჩვენი ფესტივალისთვის. ბუნების ასე ვთქვათ მნიშვნელობის შესწენება და ეროვნული უნიკალური თვისებების წინ წამოწევა. თანაბრად ყველა ერთსა რა თქმა უნდა. რამდენად ეს შესაძლებელია ზოგს პროცედურები აქვს ეს კარი როცა აი ეს იდეა. მე კიდევ ერთხელ ვიზახი რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ასე ვთქვათ ამოუგნა ხარში და მასპინძლობს დღეს ჩვენს ფესტივალს. თუმცა ეს არ არის პირველი, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკა თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან, იმიტომ რომ ელჩო აქ არის უნიკალური იტალიური ოთახი იტალიური ბიბლიოთეკა, რომელიც იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გაკეთა და ძალიან საინტერესო და მრავალზომცოვი ადგილი არის და საინტერესო განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის აი კონსუელა უკვე იყო და რა თქმა უნდა აქამდე ნაყოფი იქნება. მე მოხარული ვარ ასეთ ფესტივალში ჩართული ვარ გამოსულ ქართულ მუსიკოსებთან ერთად, ქართული ახალგაზრდები და მომავალში კიდე აუცილებლად ამას განავითარებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს მეგობრობა, რომელიც დაიწყეს, ვთქვათ, ამ შემთხვევით, თუმცა მანამდესაც უამრავი ქართველი იტალიელი მეგობარი არსებობდა, მაგრამ კაფიოდ დაიწყეს რეზო თაბუკაშვილმა და ტონინო გუერამ, გაგრძელდეს მომავალ თაობებში. მაგალითად კონსუელა ალფიორი და ნინო ავალიშვილი ჩვენი ფანტასტიკური ვოკალი დამეგობრდებიან წელს და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ივლის წინ და წინ. აი სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს ბაღს. მე თავს არ შეგაწყენ ტონინო გუერას უნიკალურობაზე ლაპარაკი თავს, იმიტომ რომ აქ ზირთად მისი შემოქმედების მოყვარული ადამიანები ვართ შეკრებილი და ჩვენ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ, თქვენ ბევრი რამ ვიცით უბრალოდ პირიქით. მე მინდა რომ თუ იმეს შეხება გქონიათ, თუ იმეს გახსოვთ ისწრაფ და რამე გაქვს სათქმელი, მოკლედ, მაგრამ თქვენ ისაუბრეთ. მე მხოლოდ ასე ვთქვათ, იმ ჩვენი ფესტივალის დევის ვიტყვი და შემდეგ დავაკარგავ სიტყვებზე ამით დავასრულებ ჩემს გამოსვლას. ეს არის მისი უმარტივესი ფრაზა.
Doino Gueras. Aparece. გამარჯობა ბატონო ხე. ან სცენარი აიყვანა ადამიანის სიცოცხლის და მიმართვის უმაღლესი პატრიოტიზმის რანგში და ეს აღნიშნულოვანია. და მეორე იტალო კალვინის სიტყვები, აი რომელიც ქალბატონი თეთრანის მიერ ნათარგმნ წიგნშია, ეს არის დადგება დრო, როდესაც ჩვენი ვინც ვიცნობდით დოინო გუერას შეშუქდება წყვილს, ამას სხვებს. ამას ამბობს ასევე კლასიკოსი იტალიელი მწერალი. ეხლა მე აშენილი არ აღვნიშნო და ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნინოს, იმიტომ რომ მის გარეშე მისი ასე ვთქვათ ხარში დგომის, მისი ხედვების გარეშე მე ძალიან გამჭირდებოდა და ალბათ იცით რა არ შედგებოდა რა ეს ყველაფერი, არც ხეივარი, არც ფესტივალი. ამიტომ უღრმესი მადლობა თქვენ ამ ღვაწლისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ, რომ არა თქვენი პრინციპული და დაჟინებული სურვილი რომ ეს წიგნი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. აი მე ნამდვილად, ასე ვთქვათ, გულწრფელად ვამბობ ამას. ასევე ქალბატონ კეთემას, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი იშრომა, იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან მხატვრული ლიტერატურა ზოგადად რთულია და მით უმეტეს ისეთი ოსტატი მხატვრული აზროვნებისა, როგორც ტონინოა თარგმნა, რომელთანაც ასე ვთქვათ, ყველა ევროპელი, მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ევროპელი და არა მხოლოდ დიდი რეჟისორი, რომელიც უკვე კლასიკოსია, აი ჩადიოდა რომ მისგან ეს მხატვრული სახეები აეგო სცენარის სახით. და ქალბატონ კეთემას ეძებს წიგნი წინ და ასე ვთქვათ, დიდი მადლობა რომ ესეც შენიერი თარგმანი მივიღეთ. ვეივედი მასო შეიძლება დაიწყება და ვეივედი რომ ეს ფესტივალი და ეს ფესტივალი იქნება ქართველი საბოლოო გამშვიდობი ქართული ახალგაზრდების და იტალიელი ახალგაზრდების თაობების ხიდი იქნება. და აი ეს ასე ვთქვათ გაალამაზებს ჩვენ ქვეყანასაც და გაალამაზებს იტალიასაც. უღრმესი მადლობა. ბატონო მიხელმა ახსენა კიდევ ერთხელ ხენარგავების შესახებ, ხომ? კიდევ ერთხელ ვინც შეხსენების კუთხით, ვინც დღეს შემოგვიერთდა პირველად, სახელობითი ხეები არაც რა თქმა უნდა, მაგრამ თან როგორ თუ ვინიცობა ხე ვერ გაიხარებს იმ ადგილას ზუსტად იგივე ხე მით ამ ადამიანის სახელზე დაერკვევა და ეს იქნება მარადჟამს და ჯერ არ ყოფილა ისუსაც განსაკუთრებული მადლობა ბოტანიკური ბაღის არაჩვეულებრივ იასახლის დირექტორს ირინა დანილიას. ეს არის ისეთი რუდუნებით მოვლილი, როგორც აი ჩულ ბავშვს რომ მოუვლის თითოეულ ხეს და თითოეულებს ზოგადად ბოტანიკურ ბაღში და მით უმეტეს კიდევ ჩვენს ბაღში ისეთი რუდუნებითა და გულისხმიერებით ეპყრობა იგი. რაც შეეხება მიშა სწორად აღნიშნე და ძალიან კარგად აღნიშნე ქართველი და იტალიელი ახალგაზრდების ურთიერთობის შესახებ და ჩვენ კონსუელა პიციკის ერთ-ერთი და პიციკა რას წარმოადგენს ჩვენ ხვალ და ზედ უფრო სწორად ვეთქება უფრო სამსაუკუნოვან ტრადიციასთან ცეკვის გვაქვს იტალიის საქმე არაჩვეულებრივი მომენტი იყო და აქ მე ვხედავ სახეებს ვინც შარშანწინ ჩვენ გვესწრებოდა ამ კონცერტზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. როდესაც ცეცხლი დაამთავრა კონსუელამ და მისმა მეგობრებმა, დარბაზში აღმოჩნდა ელიზიონის მოცეკვავე ბიჭი. ეს რომ ავიდა სცენაზე, ეს იყო არაჩვეულებრივი, არ ვიცი, ენი დაუწერელი სიამოვნება, მხატვრული თვალსაზრისითაც ძალიან მოკლედ შეუფასებელი, როგორც ცეკვავდნენ იტალიურ ფოლკლორზე, როგორც ცეკვავდა ჩვენი ქართველი ბიჭი, ქართული ილეთებით და ქართული სულით, ასე ვთქვათ. ახლა თქვენის ნებართვით მინდა მოვიხმო წიგნის რედაქტორი ბატონი ემზარი, თუ შეიძლება მოვძალდეთ. ბატონო ემზარი. და ამის შემდეგ ბატონი ემზარის შემდგომ მართლაც ვთხოვთ, რომელიც
სააკაშვილის უახლოესი ნათესავია ძალიან კარგად იცნობდა მის ოჯახში არაერთხელ შეხვედრილა ის კი ბატონ ტონინოს და ლორა გველოდება უნდა ჩაგვერთოს ის ჩვენ იტალიიდან. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სულ 10-12 წიგნის რედაქტორი ვარ მეტის არა და ყველაზე მეტი სიამოვნება გამიცადე, როცა აი ამ კრებულის რედაქტორად სხვა ძირფასმა გეძინო და გამგარიყავი. განსაკუთრებით სიამოვნებს, რომ ის არის მეუღლე ჩემი გარდაცვლილი მეგობრის პირველი ისტორიკოსის და მწერლის არჩევნური მწერლის თამაზ ნატრაშვილის და თავის სიმონას გამახარა, რომ ამ წიგნში მედიტაციების მონაწილეობას აი ჩართულია თამაზი, ეს წინვალე ინტერვიუა, ორი ინტერვიუ, ხოდა აი არაჩვეულებრივი აი როგორ მისი არსი როგორ გავიგე. ეხლა აქ შესანიშნავად ჩემმა სეხნიამ ბატონმა ეთერმა გენერალმა არაჩვეულებრივი ვიზა ქალბატონმა ნინომას ყველა გამოსვლელი აბსოლუტურად ჩამწუდარი არის ტონინო გულიას არს. აი ეს სიტყვა რომელიც ეხლა ქალბატონმა კეთილო წარმოთქვა ძალიან თხოვ რომ მას აი წერილის სახე მისცეს მithmetes პიროვნული ის არის მე ჩემთვის ეს სრულიად არ იყო მოულოდნელი აი ეს აი ასეთი ძვირფასი თარგმანი იმიტომ რომ ბევრი რამე მაქვს ისე წაკითხული თუნდაც კიდე კატი დადეშკელიანის მემუარები ჩვენ მეტი ის მქონდეს აი ეს ფილმაცები გადასაღები პირდაპირ ესე იგი მე ამ ციგნის ჟანრის განსხვავება ცოტა მიჩის არაჩვეულებრივი აი უფათიზესით არის დაწერილი აი არ არის ხო და ჯერ თქვენ ახლა გელით უდიდესი სიამოვნება ვისაც პირველად აიგეთ ეს ციგნი ხელში აი როგორ გაზდებს გენერალისისა და მისი ძალისისა და აი ამან აი ამ ციგნმა თქვენ შორის ამ რამდენიმე ხნის წინ ერთი კვირის წინ ვიყიდე დიდი ბალერინას მატილდა ქშეშინსკაიას მემუარები და გამახსენდა ის პეტერბურგია დახატული რომელიც აი დაინგრა ეს ველური ბრბო ეს ბოლშევიკები რომ შეცვლდნენ აი ამ დიდებულობაში და წაგიწეს იქობრება ესე იგი გამოუსწორებელისა მე ძალიან აი დიდი სიამოვნებით აი უზარმაზარი სიამოვნება გიგელით ყველა თქვენგანს ესე იგი ეს არის უფათიზესისა და ეხლა მე როგორ კარგად არის გამოყვანილი სურენ აღაბაბიანი ეს ჩვენი თბილისელი კაცი დიდი რეჟისორი და ეხლა ყოველთვის მახსენდება ხოლმე ძვირფასი დევნა შენგელე გამოვიდა მწერალთა კავშირში ჯადებს ხო და აი ამ სოფლიოში ამ ისლამის ოკეანეში ორი უძველესი კულტურის ხალხია სომხები და ქართველები არც იმათა ჭკუა და არც შენო ორივე უძველესი კულტურა არქიტექტურა პოეზია ყველაფერი და ერთმანეთს ჭამთ და აი ეს უნდა შეცვლილდეს სწორედ აი ეს არის ტონინოს იმაში აი ორივე როგორ ეფერება საქართველოსაც და სომხეთს და ეს არის ნუ რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროს უნდა დიდი მადლობა უთხრათ ამ პროექტისთვის და საჭირო ალბათ უფრო დიდი ტირაჟი რომ ქართულ ოჯახებში შევიდეს ეს და მიხარია რომ აი ეს ჭაბო ამილეთი ეფერებოდა ამკარი და ძალიან ნანუქრუფა პირადად ვერ ვნახე ესე იგი ეს არის უდიდესი პიროვნება ფენინი იმას გვერდით არ დაიყენებდა ეს ისე თვითონაც იყო ფილმის სცენარის ავტორი გახლავთ და ასე
ვერ აცნობ ფერინსკოა. კი. დროისკო საათი და 17. ესეც შენი ისტორიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ჩვენ ყავს მაიას მეთელი, გლეხის ქალი და ზუსტად ისეთივე ჩვენ ყავს თავადის ქალი კატი დადიშქელიანი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში წავიდა მამაკაცის ფორმით, ამას დღეს ახლა არ აქვს მოკლე მიმოხილვით გეტყვით და ის ცოცხალი დაბრუნდა მართალია განსხვავებით მაიას მეთელისგან და მას აქვს რამდენიმე წმინდა გიორგის ხარისხი ნიკოლოზ მეფისგან, ნიკოლოზ მეორისგან მიღებული, მაგრამ როგორც მამაკაცს არავინ არ იცოდა, რომ იბრძოდა მამაკაცების გვერდით თავადის ქალი კატი დადიშქელიანი. აი ეს წიგნი თანდა ქალბატონმა ქეთევანმა და ამ შესახებ ბრძანებდა ბატონი ემზარი. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონინო პირველ რიგში მინდა ლაშად დარეკა თაბუტაშვილმა, აი მე დასასრულებელი და ბოდიში მოგიხადათ, ეხლა შემოვიდი ქალაქშიო და ძალიან ვისწრები ხვალ შემოგიერთეთ იმ ბოდისებაზე. და ორი შეხვედრა რა თქმა უნდა ისეთ ადამიანზე ეს გუშინ იტალიის დამოუკიდებლობის დღე ნეულოსს სტუმრებს მათ დამოუკიდებლობის დღე და მინდა გავიხსენო ორი სიტყვით ტონინო გუერასთან დაკავშირებით, ვიღაც მე მქონდა შეხება საბედიეროდ მე ვარ ჩემი მეზობელი იყო ფარაჯანოვი და ფარაჯანოვთან 1979 წელს იყო ეს ტონინო გუერა ჩამოვიდა. სხვა შორის მასთან ჩამოდიოდა ფრანკო ნერო, ჩამოდიოდა მარჩელო მასტროიანი თუ გახსოვთ და მე ახლა გამახსენა ქალბატონმა მარიკა ჩაშიბაია, მარჩელო მასტროიანი რო ჩამოვიდა ფარაჯანოვმა მეზობელი ქალი აფანატებდა მარჩელო მასტროიანზე და მიუყვანია ესე კარებთან და დაარეკინა სად რომ გამოაყო და მარჩელო მასტროიანი დაენახა გამოკიდა გამოსწრეს ხო გული წაურდა ხო ესეთი კაცი ძალიან კომუნიკაბელური კაცი სხვა შორის ბერზო თამუკაშვილი გაიცნო 1979 წელს ბორჯომში დიკანში როდესაც მედიკო და ბერზო იგისვენებდნენ და მე ისეთი მეგობრობა ჩამოყალიბდა მათ შორის რომ ესე იგი მე მინდა გითხრათ რომ ესე იგი ბერზო როდესაც ცუდად გახდა და მოიცოდენ რომ სუპი დიაგნოზი ჰქონდა იტალიაშიც კი გამოიწვია რომ ერთი დღით ჩამოდი აქექიმებთან უნდა ესე იგი გაგატარო რომ ესე ყველანაირად ცდილობდა რომ თავისი წვლილი შეეტანა აი ამ სიყვარულში და მეგობრობაში და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ რომ წინაშე ფედერაციას ესე იგი ის ინსტიტუტი რაზეც ბერზო თამუკაშვილი ოცნებობდა ეს იყო ათვიერების ინსტიტუტი მე მგონია თქვენ ერთ-ერთი პროცესს ჩავყრებით იმიტომ რომ ისეთ საქმეებს აკეთებდა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერთვის. როგორი საინტერესო მოღვაწეობის მადლიერების ინსტიტუტი არაჩვეულებრივია და იფიქროთ ყველამ ერთად მეგობრებო. ბატონო ერეკლე, საზოგადოება თქვენ გთხოვთ. უბრალოდ ბატონი ხელს დავეკითხე ფორმის დროსთან მიმართებაში. ცოტა ვინა ყველი და შემდეგ 8 საათზე ასე თქვა გაგზავნა ძვანის არაბოები დოკუმენტური ფილმი სიხარულისა და ჩვენებით რომელიც 45 წლის განმავლობაში 2011 წელს ევროპის ყველა დედაქალაქში არის გადაღებული და იქაური ქუჩის მუსიკოსების მეშვეობით გვიჩვენებს იმ ტენდენციებს თუ რა განწყობები იყო მაშინ ევროპაში და ეს ძალიან გავს იმას რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ რაც დღეს არის ევროპაში აი არ ვიცი მე არ მინდა ვილაპარაკო მე ვარ მაგრამ ინტუიციურად გადაღებული ფილმია და არის ამ ნიშნებს დაინახა 8 საათი დავიწყე 7 საათი დავიწყე მიშენებას სამხარო სურგულდაცი აქტივი არის კინოდარბაზში მაგრამ ძალიან უნდა დააყოფილო რა აქვს სადაც როგორი მეგობრები და რეზერვარები და
როგორ მაგისტრენ ერთმანეთს და ეს ფესტივალი სწორედ გაბრიელის დარბაზში გაგრძელდება, რომელიც ჩვენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გვაქვს. უმეტესი მადლობა მომწვანებისთვის, არდაჭერისთვის და ყოველთვის ჩვენთვის. კი ბატონო. გაკოცე ჩემო. ამ მოგონება აქ არ გავაკეთე. მე სხვადასხვა და დავინა კარგიცა. ეს არის. ხო. როგორ ზანდები? ბოლჟანი კალდომი ერიდო არის ძალიან მეგობარი მიესალმება ისი ჟემანდელოს მაგალითად მე საფრთხეები გარჩენილი როდესაც აი ახალგაზრდებში აღმოჩენია რომ ისინი არის ფერის პირველი აღმოჩენილი მარტო ტონინო გუმერი არ შემოყავს მას თერი იტალიური კულტურა შემოყავს ტონინო გუმერას საფრთხე ერთი რამ უნდა გითხრათ მე არანაირი ინტელექტუალური შეხება მოჯახდა ნამდვილად ერთადერთი მოსკოვში მივდიოდი მატარებლით და ესე იგი გამატარეს ნობათი ამოჯახისთვის და დამხდა მისი მეუღლე ძალიან ლამაზი აქტიური იცით სამხედრო ფორმაა ამით რაღაცა ბრავირობა და გეცდა მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ფილმი თავის წელს შეიტანს ჩვენი ახალგაზრდობის აი განათლებას მე გითხრათ და გითხრათ რომ ჩემთვის კიდევ უფრო სიტუაცია ის გარჩენილზე ძალიან